მოგესალმებით, ვიფასო მაყურებლებო და მსვენელებო. დღეს ვაგრძელებთ გუშინდელი ვიდეოს მეორე ნაწილის განხილვას, რომელიც ეხება ინდოეთი და პაკისტანი для коренных жителей კონფლიქტს, აგრეთვე ეხება ისრაელს და ბევრ სხვა თემებს. მიტიერ სულებს გაუჩნდებათ ისეთი უნარები, ახალ სულებს, რომელიც არ გავდეს იქნება ძველი სულების უნარებს დედამიწაზე ყოფნისას. მათ ექნებათ მხოლოდ ტელეპათია იმ მომენტისთვის, მაგრამ საერთო ჯამში სულები დატკბებიან მშვენიერ ბაღებში ყოფნით. ტოქსინების გარეშე სხეულები ახალ დედამიწაზე იქნება ძლიერები და არ მოხვდებიან, რადგან ისინი იცოცხლებენ სამყაროს, საერთო სამყაროს საციცოცხლო ენერგიის ხარჯზე თავისი კრისტალური გულის დახმარებით, თავისი კრისტალური გულის მეშვეობით ყველა არსებები იცხოვრებენ ჰარმონიაში და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. ტექნოლოგიები და სწავლება განვითარდება უსაზღვროდ და ყველა გააზიარებს თავიანთ ცოდნას, თავიანთ გამოცდილებას, გაუზიარებენ ერთმანეთს. დედამიწელების სულები შემოგვერთებიან ჩვენ მეოთხე მიწაზე. Они совершенны в сущности Бога. Хорошо? Они будут известны как совершенные в сущности Бога. უკაცრავად С помощью силы и сознания. გონი კარგი, დავანებოთ თავი. გადასლის პერიოდში, გადასლის დროს სინათლის ნაწილი ძველი სინათლისა გაქრება. დედამიწას დაიტანჯება იმ პერიოდში, რადგან ისიც ცოცხალი არსება და ისიც ფლობს ცნობიერებას. ბევრი, ესე იგი, ბუნების დიდი ნაწილი, ცხოველები, მცენარეები, ხეები დაიღუპება ძველ დედამიწაზე, დაავადდებიან და გახმებიან. ძველ მიწაზე ხდებოდეს იქნება არეულობები და ომები, კონფლიქტები. ტრანსგუმანიზმი ეს არის იგივე ძველი დედამიწა, რომელსაც აქვს აღებული გეზი ანტიუტოპიურ მიმართულებისკენ. ვთქვათ, წავა ტექნოკრატიული გზით, ხო, არ შეგეშალოთ ეს ძველი დედამიწის სიმჭიდროვე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე განზომილებებთან. ტრანსგუმანიზმი გახდება ნორმად ძველ დედამიწაზე და ძველ დედამიწაზე მართავდეს იქნება ხელოვნური ინტელექტი და სანამ ამ ძველ დედამიწაზე იცხოვრებს ცოცხალი ადამიანები, გალაქტიკები, გალაქტიკური ცივილიზაციები გააგრძელებენ ძველი დედამიწის დახმარებას. და როდესაც ყველა სული დატოვებს ძველ დედამიწას, ბნელი ძალები იქნებიან განადგურებული, ან დატოვებენ ძველი დედამიწის სიმჭიდროვეს და არ დაბრუნდებიან მეტი. იმ მომენტში, როდესაც ეს მოხდება ენერგიის უზარმაზარი ტრანსფორმაცია. И материя будет перестроена. და მატერია იქნება გადაწყობილი, ის დედამიწა და სამყარო, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, შეიცვლება და გარდაიქმნება. გაჩნდება ახალი ცა და ახალი მიწა, მაგრამ დედამიწა და აკაში ისევ იქნება დასახლებული ახალი ადამიანებით. ახალი დედამიწა დაიწყებს თავისი ახალი სამყაროს გაფართოებას. ადამიანის ყოველთვის ექნებათ არჩევნის თავისუფლება, მაგრამ ამჟამად უკვე არ იქნება ბნელი ძალები, რომლებიც ჩვენით მანიპულაციას შეეცდებიან. ახალი განახლებული დედამიწა, შეიძლება ასე თქვას, დაიწყებს აყვავებას. იქნებიან სულიერი ლიდერები, ძველი სულები, ვაცხამული თესლები,
galaktikები თვალყურს ადევნებდეს იქნება ამ პროექტზე. galaktikები ესე იგი მოგვიტანენ და გვასწავლიან ახალ ტექნოლოგიებს. იქნება ახალი ენერგიები და გადაადგილების საშუალებები. В котором каждый человек будет сам себе хозяином. ხო, სადაც ყოველი ადამიანი იქნება თავის პატრონი, მაპატიეთ. აქეთ სისხლები შემოდის ოთახში და იმ წითელ წერტილს ვერ ხედავ, როდესაც ჩატერვას ვაჩერებ. აინთოს უნდა წითელი წერტილი. და ხანდახან მაგას არ ხედავ და ხანდახან როდესაც წერ თურმე რომ უჭერ ამ წითელ წერტილს, თურმე არ ირთვება ჩატერის პროცესი. ხო, და ამიტომ ხოლმე ახლოს მიმაქვს სახე, რომ ღამით სეკვირელი უკეთ ჩანა. მომიდევით. დედამიწელები შეინახავენ ჩანაწერებს თუ რა ხდებოდა იმ მომენტისთვის და რა ხდება ამჟამად. აკაშის ჩანაწერები იქნება მისაცდომი ყველასთვის იმ არქივების ჩათვლით, რომლებიც ახლა შენახულია სფინქსის ქვეშ. ალბათ სფინქსი რა არის? ყველა მიცის, ხო? თითქმის ყველა. ვით არის ეს მაგათვის ახსნი? სფინქსი ეს არის პირამიდა ეგვიპტეში, მაგრამ სფინქსის ფორმის და სფინქსის პირამიდის ქვეშ არის შენახული არქივები, რომელიც ამჟამად არის ადამიანებისთვის მიუცდომელი. რა ვიცი, შეიძლება მისაცდომია კიდეც ეს, მე არ ვიცი, ამას ვერ ვარყობ და მე დავაზუსტებ, მაგრამ მომავალში აკაშის ქრონიკასთან ერთად იქნება ასევე ცდომა ამ არქივების მიმართ. ახლა რასაც ვიტყვი, გთხოვთ არ გამიბრასდეთ. ერთი ჩემი ნათქვამი არაა. ეს თქვა ისმაილ პერესმა და მე ეს ერთ-ერთი ვარიანტია იმისა, თუ ვინ იყო იესო ქრისტე. დიახ, საუბარი იქნება იესო ქრისტეზე. იესო ქრისტეზე ახლა ამჟამად ისმაილმა თქვა, რომ ქრისტე იყო განსახიერებული ქრისტეს ხელში სირიული სულის განსახიერებიდანო, მაგრამ მე მინდა დავამატო, რომ მე მაქვს წაკითხული წიგნი რუსულ ენაზე ტიაუბა ოქროს პლანეტა და ეს გონიმე გადათარგმნილი მაქვს. დიახ, გადათარგმნილი მაქვს და ეს აუდიო ჩანაწერები მაქვს ჩემ არხზე დადებული და როდესაც დედამიწაზე დაბრუნების წინ მაპატიეთ ვერ მოასწარე ხილახზე დაჭერვა და მისმა ჯგუფმა წაიყვანეს მიშელდემარკე ერთ-ერთ კუნძულზე. მე მაქვს დახატული ეს ოქროს კვერცხი, დიახ, ოქროს კვერცხი, მაგრამ ეს ნამდვილად ოქროს კვერცხი კი არა, ეს იყო ელექტრომაგნიტური საფარი, ასე ვთქვათ, კვერცხის ფორმაში და იქ წყლის ზედაპირიდან რამდენიმე მეტროზე ხაერში იწვნენ, პირდაპირ ასე გაგებით, თითქოს წყალზე წევლარია, ხო? ახლა რო დაწვე ადამიანი წყალზე და რომ ტალღებმა ამოძრავოს თქვენი სხეული, ხო? ამდაგვარად ისინი იწვნენ სპეციალურ ენერგეტიკულ ბალიშები ქვია ენერგიაზე, წყალზე ხაერში იყვნენ დაკიდებული. და ქრისტეს სხეული, ნამდვილი ქრისტეს სხეული, რომელიც გონიათ დამარხული სიამდვილეში
ყავდათ მაგათ პლანეტაზე. და ამ ქრისტეს სხეულში ამათმა გაუშვენ ახლა მე სწორად გამიგეთ ხომ არის ნათქვამი ბიბლიაშიც რომ ქრისტე გაქრა მოზარდი რომ იყო ისე ხო და რამდენიმე წელი არ გამოჩენილა მაშინ სად იყო შეიძლება კიდეც იყო ტექნოლოგიები მაგრამ ჩვენ მათ ხმარობდნენ ამ ტექნოლოგიებს მაგრამ იესო რამდენიმე წელი არ გამოჩენილა და სინამდვილეში ნამდვილი ისო ჩასულია იაპონიაში ერთ-ერთ კუნძულზე მან შექმნა იქ ოჯახი და მან არის იქ მისი სასაფლაო, არის იქ მისი ეკლესია, ნამდვილი იესოსი, მაგრამ იესო და ქრისტე, ახლა მე ცოტა სხვა თემაზე გადავედი. იესო და ქრისტე არის სხვადასხვა ტერმინი, იესო ქვიოდა ბევრ სახელად, ქრისტე იყო სხვა გაგები, სხვა ტერმინი, ამ ტერმინს ჰქონდა სხვა ახსნა და ის სული, ვინც ჩასახდა ქრისტეს სხეულში, იყო ტიაუბიდან. ახლა თქვენ თვითონ დაფიქრდით, მე ხა მაგალითს მოგიყვანთ. სანამ იესო არ გამოჩნდა, ვაპატიეთ, არ მეძინება ეს ენერგიები მოქმედებენ. ახლა მე ხომ ქრისტეზე მაქვს საუბარი და მამხნარებს დიახ. ნუ გეშინიათ. ცუდად არ მოქმედებს ჩემზე. უბრალოდ მამხნარეს. ეს არის ენერგიის დაზღვევა. მოძღვევა უფრო სწორად. ისე თემა შევეხე და ამ ქრისტეს სხეულში ვინც იყო ის აკეთებდა სასწაულებებს ისახნდა სასწაულებებს თორემ ნამდვილი იესო რომელიც გააჩინა მარიამმა სხვათა შორის არც ქალწუდი ყოფილა მარიამი იესოს რო გაყვათ ცოლად წმინდა სულით ჩასახვა ეს არის ლეგენდა ეს არის მიფი წმინდა სულით ჩასახვა არ არსებობს უბრალოდ მარიამი დააძინეს როგორც ახლა იტაცებენ ადამიანებს და ჩვენ ვიცით რომ ჩვენ გაგვიტაცეს ხო ვიღაცას ახსოვს არ წდება ისე გაიტაცეს მარიამი ოღონდ არ მახსოვს ვინ გაიტაცა და მარიამში ჩადეს განაყოფიერებული კვერთხუჯრედი ხო ასე რომ წმინდა სულის დახმარებით შეუძლებელია დაფეხმძიმდეს ქალი იგივე შეიძლება ითქვას სარაზე სარას ხომ სარა და აბრამი იყვნენ ძალიან დიდი ასაკის თან სარას ქალური ციკლი არ ჰქონდა და მას გაუჭირდებოდა დაფეხმძიმება ამიტომ ასევე დააძინეს სარა გაიტაცეს სხვა შეუძლებელია სხვანაირად ახსნა წმინდა სულის დახმარებით არ ხდება დაფეხმძიმება ეს მხოლოდ ზღაპარია მართლა ზღაპარი კი შეიძლება არსებობდეს ძალა მაგრამ ფიზიკური სხეულის დაფეხმძიმება თან როგორ შეიძლება ღმერთი ნახო ღმერთი ჩამოვიდეს დედამიწაზე როდესაც შემქმნელი ღმერთი არის სულიერი არსება და ის მან გამოგზავნა თავისი თავი ნაწილაკება თავისი სულების სახით ის სულები რომლებიც მოვიდა დედამიწაზე ვართ ჩვენ მეგულისხმობ დედამიწულ სულებს და როდესაც მოვიდა დაუშვათ სამი ანგელოზი სადაც ლოტი ოჯახი ცხოვრობდა მათ ხომ ხედავდნენ და შემქმნელს ჩვენ ფიზიკურ სხეულში ვერ ნახავთ კი შეიძლება ჩვენი სხეული როდესაც იძინებს ანუ ხდება დროებით ის ძილი რომელსაც ჩვენ რომელიც ჩვენ გონიათ ძილად სინოდლეში არის სიკვდილი დროებითი სიკვდილი ჩვენი ავატარებისა
დიახ, დროებითი სიკვდილი და ბევრი გაბარულა სტილში, ძალიან ბევრი. მერწმუნეთ, მე არ ვამბობ ზღაპარს. კი, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ძროა ხალხო გამოფხიზლდეთ. ჩვენ უკვე გამოვედით დიდი ხნის წინ ჩვენი ბავშვობის სასაგიდან. ვიცი, ზოგიერთს არ გვინდა კომფორტი დააგვერღვეს. ისე ვართ მიჩვეული ჩვენ კომფორტს, რომ ძალიან რთულია ჩვენი კომფორტი დავარღვიოთ. გაგვიჭირდება. მაგრამ თუ არ დაირღვა კომფორტი და თუ ბავშვს ის სათამაშო არ წაართვეს, რომელზეც სამი ჯაჭვური მის ყურადღება, ის არაფერს არ მიაქცევს ყურადღებას. ამიტომაც ზოგჯერ ხდება ისე, რომ ძალიან ძაფრი, კვეთრი ცვლილებები ჩვენ ცხოვრების იწვევს ჩვენში შოკს, დეპრესიას. ზოგჯერ, როდესაც ჩვენ არ გვესმის, გვეუბნებიან, კარნახობენ, გვაჩვენებენ და ჩვენ ვერ ვგებულობთ თუ რას გვეუბნებიან, რას მიანიშნებენ. ადგებიან და უცებ ფეხქვეშ მიწას მოგიცალავენ, ზურში დანაშე გარყვავენ და ისეთ ადამიანის გამოგიზამიათ, რომლებიც გაგანადგურებენ როგორც პიროვნებას, რომ თქვენ იგრძნოთ ტკივილი. სხვაგვარად თქვენ ვერ მიხდებით და ჩვენ ვერ მიხდებით სხვაგვარად. აი, ჩემ მაგალითს დავიხო. გონი აჰა, საცა მივახწევ ჩემ მიზანს, გავიქცევი, ხო, გავიქეცი პრობლემებს. ბევრჯერ გაქცეულ ვარ მამისგან, იმიტომ რომ ვერ ვიტანდი ყოფნას, რადგან ძალიან წნეხის 24 საათიანი წნეხის ქვეშ ვიყავ. და მინდოდა გავქცეოდი ამ ყველაფერს, მაგრამ არ მოხერხდა. მე არცად არ გამიშვენ, რამდენჯერ გავიქეცი ამა თუ იმ პრობლემას, იმდენჯერ უკან დამაბრუნდეს. იმიტომ რომ ჩვენ სანამ არ შევეგვებოთ იმ აზრს, რომ ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, ეს ყველაფერი როგორც არის, ისე უნდა მივიღოთ. და როდესაც მამის სიკვდილის შემდეგ დედა რო გარდამეცვალა, მაშინ არ ვიყავი მზად არაფრისთვის. დედის სიკვდილი ჩემთვის იყო ტრაგედია, იმიტომ რომ ჩემთვის იყო იმედი, რომ აი მამას თუ გავიქეცი, დედასთან ვიქნებოდი, მარტო არ ვიქნებოდი. მაგრამ დედა რომ გარდაიცვალა, იმ მომენტში ვიყავი ძალიან შეყვარებული და ამ სიყვარულის ბოდინმა, ამ იმედმა, ამ სიყვარულის მომცა ძალები, რომ გადამეტანა დედამ ჩემი სიკვდილი. და კი, ის ყველაფერი იყო ცრუ იმედები, რაც ჰქონდა მე, მაგრამ თავარია ამან გამატანინა, რომ სანამ მე უფრო მეტი მომწიფდი სულიერად და უყურე მამის სიკვდილი, მე ისიც ვიცოდი, რომ მამა გარდაიცვლებოდა. ვიცოდი. და რომ უცებ არ გარდაიცვლებოდა, იგიც ვიცოდი. მე მაქვს ხილვები, ბევრჯერ მithქვავს. ხანდახან სიზმრებში მომდის ეს ხილვები, ხანდახან რეალურად ხედავ ყველაფერს. და მე მანამდე სანამ მამა გარდაიცვლებოდა, ვისწავლე მიღება ადამიანების ისეთებად, როგორიც ისინი არიან. ჩავკალი ჩემში სიდურვილი, სიბრასე. შურის მაძიებელი მე არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გულში მიდოდა მეძია ვინმეზე შური. კი. და როდესაც მე შევცვალე ჩემი სამყარო, გარე სამყარო შეიცვალა. მე გამიადვილდა ცხოვრების მიღება. მე ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხები. და
უცებ მოხდა ცვლილებები. უცებ. როდესაც ჩათვალეს საჭირო, რომ მე დამეხმარებიან. ახლა მე როგორ გითხრათ, შეიძლება ბერმა ვერ გამიგოს. აფხაზეთში სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ სოფელში სადაც ჩვენ ვიყავით, უკვე არ აგიოდა ტრანსპორტი საერთო, ყველას მანქანები ყავდა. მე უკვე მოძრაობა არ შემეძლო ფეხით, ვაწუხებდი სხვას. გადავწყვიტე გალში გადასვლა. მაგრამ მე გალში არავინ გამაჩერებდა. ამას ჰქონდა ჩემს სახელზე დატოვებული ორ ოთახიანი ბინა. კი გარემონტა, მაგრამ ერისო გაყვანილობა არ იყო ახალი. და როგორ გააკეთა ისიც არ ვიცი, მე არ ვიშვებდა, როდესაც ცოცხალი იყო, მინდოდა ცალკე მეცხოვრა. პენსია კი მქონდა და გალში არ მიშვებდა ბინაში. ამიტომ მე ვერ ვძლებდი, იგი დედანაცვალი მყავდა. დედანაცვალს მე არასდროს არ უყვარდი, სულ წყევლიდა. სულ წყევლიდა. მამა ჩემი სამადლოს მუშაობდა. კი, საშუალება ჰქონდა, მაგრამ სულ ეშინოდა, ფული არ დაკლებოდა, საჭველი არ დაკლებოდა. საწყალ ბოლო დროს ეტანებოდა სასმელს და ამიტომ აუტანილი ხდებოდა მის გვერდით ცხოვრება. ძალიან დალებდა და მერე უბერავდა თავისებურად. მე მამა ყველაზე მეტად მიყვარდა. და როდესაც მე ვთქვი, ხო, ჩემი გაჩერება აფხაზეთში არაფრით არ შეიძლებოდა. არაფრით. იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემები გამივარეს და კიციდან დაწყებული კუტოვსის ცვლამდე ხერხემალი საერთოდ არ მევარგა, ხრები არ მევარგა. დავდივარ მხოლოდ თორემ მე რომ წავიქცე, მე ვერ ავდგებით დაუხმარებლად. ჩემით მე ვერ ავდგები. ძალა არა მაქვს მუცლის და ფეხების ყუნთებში. და მე გამომიყვანეს აფხაზეთიდან. არა, მე სუდიდში ვცხოვრობდი, სუდიდში მე ქირაობდი, წინათ კიდე ბინისებში ვიყავი, მაგრამ სოციალურმა ქულა ამიწია და მაღალი ქულით, ქულით მიხედვით მე რომ იმ დროს მივიღე, ბინისქერას არ იხდიდნენ, არ უხდიდნენ არავის. ამიტომ თან მე მომიწია იქ ბინის დაცლა. მე მამამ ფეხის ოპერაცია გაიკეთა, მე დამიკავშირე ბინის თაობაზე, მაგრამ მე ვერ შეხვდებოდი მაგათ, მე სხვა გამცხოვრობდი. მაინც ქულები არ მოყოფოდა. და იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მოვიდა დრო, მოხდა უცებ ძაფრი მეტალური ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში. და საერთოდ მე რომელიღაც ვიდეოშიც მაქვს ნათქვამი, რომ ციფრ 3-ს აქვს დიდი მნიშვნელობა, საკრალური მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. რატომ ამბობ საკრალური? ამ რიცხვთან არის დაკავშირებული ჩემი ცვლილებები. ესე იგი, ყოველი 3 წელი, 3 თვე, 3 კვირა. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დრო აჩქარდა და 1 წელი უძღვის 9 წელს მიახლოებით, ფაქტიურად ეს ყველაფერი მოხდა წელიწად 9-ში, ეს ჩემი ცვლილებები. ხო,
და თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 წლის დრო უდრის 9 წელს, თუ 1 წელი ჩვენ რომ მიგვაჩნიათ 1 წელი, ის გადის 9 წლის მანძილზე, რადგან დროა აჩქარებული. და ახლა მე ვარ მოლოდინში, რომ როდესაც აშენდება ბინები, მე მივიღებ ჩემ კუთხეს. დიახ. კი, ნათესები როგორ არ ამყავს, ური დაწყავს, მაგრამ მე მარტო ვარ დარჩენილი. ჩემ ცხოვრებაში ვარ დარჩენილი მარტო, მაგრამ მე მარტო თავს არ ვცნობ, მე უბრალოდ მარტო ვარ, კი, ფიზიკურად მარტო ვარ, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვართ მარტო. იცით? არასდროს არ ვართ მარტო. იმიტომ რომ ჩვენ გვაკვირდებიან იქედან. როგორ ვასრულებთ ჩვენ მოვალეობას აქ დედამიწაზე. და თუ საჭიროა, დაგვშია თუ საჭიროა, დაგვეხმარებიან. ენერგიებს გამოგვიგზავნიან, მაგრამ როდესაც ჩვენ ფუჭად კარგად ენერგიებს, იმ დროსაც მოგცხებენ. თან კონზე არ მოგიყვანენ, მაგრამ ხანდახან საჭიროა ძიმე სასჯელი იმისათვის, რომ კონზე მოიყვანოს სული. და მარტო ხელებო, ნუ იტანჯეთ თავს, ნუ ტირი ხართ, რომ თქვენ ხართ მარტო, რომ თქვენ გვერდით არ არის მამაკაცი. რა შეჭირდება თქვენ მამაკაცი? რა გონია თუ გვერდით მამაკაცი გეყოლათ თქვენ რა? გვერდი თუ ვინ ყავს ეს გაგაბედნიერებთ? არა ჩემოკარგებო. ადამიანს არაბედნიერებს ის თუ ვინ ყავს გვერდით. არა. ადამიანი იბედნიერებს თვითონ თავის საკუთარ თავს. მე მაგალითად არ ვყავს არავინ არ ვყავდა. ეხლა ოდესღაც ვიღაც ხილა კი ახლა ლაპარაკი ყოველთვის აქვს გოგოდების, მაგრამ მე ჩემ მაგალითი დავამტკიცე, რომ იმისთვის რომ ბედნიერი იყო, არასავალდებულო გვერდით ან ქმარი ყავდეს, ან საყვარელი, ან კიდევ ვინმე ყავდეს. მე საყვარელი არასდროს ყოლია, მე არასდროს მიგულავია, კინ დაიჯერეთ გინდა რა. მე არასდროს ფარული ნებები არ მქონია არავისთან. ისე რა ტუჩებში ნაკოცნიც კი არა ვარ მამაკაცთან. კინ დაიჯერეთ გინდა რა. და მე კიდევ ერთხელ დავტუნდი იმაში, რომ იყო ბედნიერი, არასავალდებულო შენ გონით ვინმე იყოს. იმიტომ რომ შენ თავს, შენ თვითონ აბედნიერებ. თუ შენ დეპრესიაში ვარდები, ეს უკვე შენი ბრალია და რაიმის თუ გვერდით მდგომა რა თქიჩავა. შენ დაუშვი ეს. შენ თუ დღეს იწყებ ნეგატივით, ამაში არავინ არა დამნაშავე. და თუ შენ დღეს იწყებ პოზიტივით, ესეც არავის ბრალი არაა. ეს ორივე არის ორივე გამომდინარეობს შენი საკუთარი თავიდან. შენ ხარ შენი ცხოვრების და შენი ბედის პატრონი. პატრონი არა, უფრო ვლადიკა. ვლადიკა სუდბური. ბედის ბრძანებელი. შენ ხარ შენი საკუთარი ბედის ბრძანებელი. შენ ვერ შეცვლი წარსულს. ამ წყოში ცხოვრებით შენ შეგიძლია ახალიდან შეცვალო მომავალი. როგორი გინდა იყოს შენი მომავალი? ოღონდ შენ არ უნდა დააყენო მისნად, მაგალითად მაინდამაინც აი ბევრი ფული იშოვო, ან ასე და ისეთი ქმარი ყავდეს, ან ასეთი შვილები ყავდეს. არა, ჩვეულებრივად
შეგიძლია იოცნებო, კი, თურმე იოცნებო, მაგალითად ზღვასთან საღზე, ან ტყეში საღზე, ან 60 ოთახიან ბინაზე, ხო? იოცნებო კარგმარზე, კარგშვილებზე, ბევრ შვილებზე, აი მაგალითად მოგზაურობაზე რაღაცაზე. მაგრამ შენ ვერ დააყენებ მისნად, აი ამდენი უნდა ვიშოვო ფული მე, აი ამდენი უნდა მოვიგო მე ფული. ფულიო მაშინ ჩდებაო, ინტერნეტში შეხვდე ერთ კაცის ნათქვამს. შენ მიზანი დააისახეო, რა გინდაო თორე. შემდეგ კი იმ მიზნიდან გამომდინარე, რომელსაც შენ დაისახავ, გამოჩნდება ის თანხა, რაც ვჭირდება იმისათვის, რომ შენი დასახული მიზანი აგისრულდეს. ხო, საუბრობდით იესოზე და სად გადავერთვე. და პერესი ამბობს, ეს ისმაელ პერესი, რომ ბევრი ხალხი მეკითხება, თუ ვინ არისო იესო. ხო, ნამდვილი ქრისტე იყო ადამიანი, განასახიერებული პლეადენელი ელოქიმი. ხო, და მისი მისია შედგებოდაო იმაში, რომ ესწავლაო ხალხისთვის ღვთაებრივი ერთიანი აზროვნებაო, მაგრამ ტაოს თუ მოусმინე დემარკის წიგნიდან იქ სულ სხვა სიტუაცია, ახლა მე არ დავიწყებ ამ სიტუაციის გამოკვლევას. და ისმაელ პერესი ამბობს, რომ იესო უნდა დაბრუნდებსო და ის დაბრუნდებაო როგორც პლეადენელი სირიელი ელოქიმიო. იესო არისო ლიდერი იერუსალიმის ხომალდისა, უпростоრად იესო არისო ლიდერი ხომალდისა დასახელებით ახალი იერუსალიმი. მას არცემდნენ იქნებაო თაყვანს როგორც ღმერთს, რადგან ჩვენ ყველანი გავხდებითო ისეთები, როგორც ის იესო. და ყველა მასწავლებლები, ყველა ვინც კი არსებობდა დედამიწაზე და სულიერ ცოდნას ამცელებდნენ, ყველა მასწავლებლები დაბრუნებულები არიან და არიან ადამიანურ განსახიერებაში, ადამიანურ ავატარებში. მე ვეთანხმები ისმაელ პერესს, იმიტომ რომ როდესაც უკაცრავად, როდესაც გოგოები ლეტალია პანდორა, რეგინა ალიონა ატარებენ სეანსებს თავის კლიენტებთან, ხოლმე აღმოჩნდება, რომ ზოგი მათგანი არის ქალღმერთ ტარას ასპექტი, ზოგი მათგანი არის ღმერთსვაროგის ასპექტი, ზოგი მათგანი არის ვიღაც მაღალი ნახევრად ღმერთის ასპექტი და მე საერთოდ ყოველთვის უსმენ, ყოველთვის არხებს, ამ არხებს ახლა ჩამოგიქვით. ლეტალიას არხია точка глубокого погружения. ხო, და თავის კლიენტებს ის არაერთხელ იღებს. გონი განმეორებით მეორე და მესამე ჯერაც საჭიროა მათი განწმენდა და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს არის ამის ასპექტი, ამის ან მაგალითად ის ცხოვრობდა სულ სხვა პლანეტაზე, ის იყო ხუმანოიდი, ადამიანი კი არა, ხუმანოიდი და რეპტილიებმა მახეში გააბეს მისი სხეული თავისულთან ერთად, ან სხეული სული ამოიღეს სხეულებიდან, სული გამოიყენეს როგორც კარიბჭეში გასასვლელად, ბევრი სხეულები ეკიდა კარიბჭეზე, ხო, სულიერი სხეულები ეკიდა კარიბჭეზე, იყო ასე გაჭიმული შპალერით, რომ დაბალ ვიბრაციულ ძალებს შეძლოდათ კარიბჭეში გასვლა, რადგან დაიწვებოდნენ ისე, რომ შეცვლიყვნენ. ხო, ჩემოკარგებო, თქვენ ბევრ რამე უცნაურს გაიგებთ. დიახ, და ამიტომ მე არ გამიკვირდა პერესმა რო თქვა, რომ ქრისტე უხელმძღვანელებსო ახალ ხომალდს, ახალი იერუსალიმი.
და მას ვერავინ ვერ სცემდეს იქნება თაყვანს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვინც გადავალთ ახალ დედამიწაზე, ყველანი ვიქნებით მისავით. ჩვენც ვიქნებით ნახევრად ღმერთები. ჩვენ ყველანი ვართ ნახევრად ღმერთები, რადგან ჩვენი სულები არიან წარმოშობით შემქმნელისაგან. შემქმნელმა ასე ყურეთ, დატრიალდა და მიმოფანტა თავისი სხეულის ნაწილები იმისთვის, რომ შემდეგ გამოცდილება მიიღო. აი, მაგალითს მოგიყვართ, ტერმინატორი ხომ გაქვთ ნანახი, ყველა გაქვთ ნანახი. თუ ყველა ტერმინატორი გაქვთ ნანახი, არის იქ რაღაც მომენტი, მაგალითად, ასეთი ვერცხლისფერი სითხე იყოფა, ხო? იყოფა კლერი, ვინც გამოგზავნილია დედამიწაზე, იმას ის შედგება, ის რობოტია, კიბორგი თუ რობოტი არ ვიცი, ალბათ რობოტი თუ რაღაც სითხისაგან, რომელიც ვერცხლის სითხისაგან, რომელიც შეუძლია, რომელსაც შეუძლია დადნობა, დაშლა და ისევ შეერთება, ხო? აი ამდაგვარად დაშალა თავისი ნაწილები შემქმნელმა და შემდეგ როდესაც თავის მისიას შეასრულებს სული, ის უბრუნდება თავის წყაროს. არა, არის კიდევ ბევრი, მაგალითად სულები, ზოგი სულები არიან სხვადასხვა galaktikებიდან, სხვადასხვა პლანეტებიდან, კაფსულებში წებარიან, ძინავთ ამ კაფსულებში და მათი გაცნობიერება, მათი სულიერი სხეული კი განსახიერებულია ასპექტებად სხვადასხვა ავატარებში. ხო, ეს იცით რა, მე კი ვარ ამაში გარკვეული, მაგრამ კიდე მიჭირს რაღაცების გაგება და მე საერთოდ არ გამიკვირდება თქვენ თუ დაიბნევით ამდენი ინფორმაციის მიღებაში. თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს ინფორმაცია და მონდელებას და გაგებაში იღება დრო. ივანეს წიგნში მეოთხე თავში მე-14 მუხლში წერია: მამაჩემს აქვს ძალიან ბევრი ოთახი, უпростоრად ეს თარგმნელმა ბიორობოტმა თქვა ოთახი, მაგრამ იესო მხო თქვა, მამაჩემს აქვს ძალიან ბევრი ადგილი. ეს ასე რომ ამყოფილიყო, განაუმე ვიტყოდიო, რომ მივდივარო იმისთვის, რომ თქვენ მოგიმზადოთო ადგილი ამის გვერდითო. მაგალითად, როდესაც იესო ამბობს, ორი მამაკაცი იქნება ყანაშიო, ერთს დატოვებენო, ერთს წაიყვანენო. თესალონიკელების მიმართ გზავნილში, პირველ გზავნილში ნათქვამია, რომ ჩვენ ცოცხლები ვიქნებით აყვანილი მათთან ერთად ღრუბლებში, რომ უფალს შეხდეთ ჰაერში. კორინფერეს პირველი წერილი გზავნილი თავი რომელი თავი თქვა, არ მახსოვს. მუხლი 14 თავი მე-14, მუხლი 2. და ის გამოაგზავნის თავის ანგელოზებს და ხმამაღალი ყვირილით ტრუბები რომ იყო, ქართულად რა ქვია, მაგას არ მახსოვს. გორნი, ხო, ჩაყვირით, ესე იგი ამ მილებში ჩაყვირებით ეს საბერი მილები გამოსცემდნენ იქნება ხმამაღალ თხმას და ისინი შეაგროვებენ თავის რჩეულებს დედამიწის 4 კუთხიდან. მათე სახარება სიტყვა, ტერმინი ადამიანის ვაჟი ითარგმნება როგორც პლიადების წარმომადგენელი. წინასამეტყველება ადამიანის ვაჟის დაბრუნება ღრუბლებში ბოლო დღეებში ეხება galaktikul ფედერაციას, ანუ ახლა უკვე galaktikul ალიანსს. ლუკას სახარებაში მეორე თავში 27 მუხლში წერია, რომ ამ დროს ისინი ნახავენ თუ ადამიანის ვაჟი როგორ გამოჩნდება ღრუბლებში. ღრუბელი ეს არის ხომალდის მეტაფორა ახალი იერუსალიმისა, ანუ ახალ იერუსალიმზე რომა ბიბლიაში საუბარი, ეს არის
ხომალდი დასახელებით ახალი იერუსალიმი. ისევ ლუკას ახარება თავი 21 მუხლი 27. ახლა კი ნახოთ მათეს ახარება. აი დედა, ეთი წუთით. ახლა კი ნახოთ მათეს ახარება. 21 თავი, მუხლი 36. ამ დღეს ამ დროს არავინ არ იცის ანგლოზებმაც კი ზეცაში. არც ადამიანის ვაჟმა იცის, მხოლოდ მამამ იცის. როგორც იყო ნოეს დროს, ისე მოხდებაო ადამიანის ვაჟის მოსვლის მეორე მოსვლის დროსაც. კორინთელების მიმართ პირველ გზავნილში მე-14 თავში მუხლ 52-ში წერია რომ უკაცრავად ვერ გავიგე რა თქვა, გამექცა. ხო, ისმაილ პერესი კითხულობს ადგილებს, სადაც კი ახსნილია თუ როგორ გამოჩნდება ადამიანის ვაჟი ბოლო დღეებში. Нет измены. Тогда позвольте спросить. Император бесплоден. Сестра, откуда же эта беременность? ხო, მე რამითოდა მე თქვა რომ წაიკითხეთ ნებისმიერი სახარების ბოლო თავები. ხო, იქ წერია თუ როგორ რა ნიშნები მეტყოლებს იესოს მოსვლაზე. ხო, კიდევ გეუბნებით უბრალოდ მოკლედ. ახალი იერუსალიმი, რომელიც ნახსენებია ბიბლიაში, ეს არის ხომალდი იმავე დასახელებით და იესო უკვე ლადენელის სხეულში, ლადენელების ფორმით წარსგება ადამიანების წინაშე, დედამიწების წინაშე და სხვათა შორის მე ნახსენები მაქვს რომ ადრეუსმენდი კასიოპეას ერინა პოზოროვას და მას აქვს ნათქვამი რომ იესო ბინადრობს ლადენელების რომელიღაც პლანეტაზე და ელოდება დროს, როდესაც წარსგება დედამიწების წინაშე. მე მაშინ ეს არ დავიჯერე, უბრალოდ ამას კი მოვისმინე რაც ითქვა, მაგრამ შემდეგ უკვე სხვა რაღაცაზე გადავერთე. იმ ქალის მოსმენა მე შემწყვიტე, იმიტომ რომ მისი არხი მომიჩნდა პოლიტიზირებული და მათი ნათქვამი მათ გამოიყო კიდე მეორე ჯგუფი და როდესაც იგივე წარმომადგენლების ეთიური მოდიოდა ირინა პოზოროვასთან და მას ესაუბრებოდა, შემდეგ მეორე ჯგუფთან მოდიოდა და მას ესაუბრებოდა, სულ სხვა გადმოცემები ჰქონდათ. სულ სხვა მნიშვნელობის გადმოცემები. იქ სხვა მნიშვნელობის ინფორმაცია იყო მოწოდებული, ამ გამოყოფილ ჯგუფთან კი სხვა ინფორმაცია, სულ სხვა ინფორმაციებია მოწოდებული. ხო, ახლა ზოგი იწყოს ზოგი კონტაქტორი, ეს იმასეო დამოკიდებული თუ როგორ აღიქვამსო კონტაქტორი ჩენელინგებსო, მაგრამ თქვათ ასეთი განსხვავება ხომ არ უნდა იყოს. ამიტომ მე ორივე ჯგუფის მოსმენა მივატოვე. ორივე. ესე იგი, პოზოროვას ჯგუფს კასიოპეას გამოიყო ჯგუფი, რომელიც აღარ ცნობილია როგორც ალციონა. ხო. ამიტომ ვამბობ, თქვენ გაქვთ ყურები, გაქვთ თვალები, თქვენ გაქვთ ინსტინქტი, ყველას გაქვთ განვითარებული, ყველას გაქვთ გული, ყველა უსმენთ გულის კარნახს, ხო და თუ თქვენ გულთან, გულის კარნახთან ვინმეს ნათქვამი არ რეზონირებს, თუნდაც ჩემი, ესე იგი ეს თქვენი არ არის და არ მოусმინოთ, არ დაიჯეროთ. მეც ასე მოქმედებ. მომიტევეთ, რაღაც მოთენთილობას გძნობ და ეს მე ვიხლებ, იმიტომ რომ ის წითელი წერტილი ვნახო და ზოგჯერ არ ერთვება და ამიტომ ეხლა გეუბნებით მე ისე მართლობა არეული, თან ახლა კარი ღიათ მაქვს და მთელი ეს სინათლე მიჭრის თვალებს
სიმართლე გითხრათ, მე ჩემ თავსაც ვერ ხედავ ტელეფონში. სერიოზულად, ჩემ თავს ახლა მე ტელეფონში ვერ ხედავ. რაღაც ჩანა, ისე რა ჩრდილი. დიდ ბოდიში გიხდი. და ძალიან რაცხა მოთენთელად ძალიან ახლა დახელავთ მომ თავს. ხო. ფიქრობ ახლა ყავა დავლიოთ და მაგრამ არ მინდოდა დროის დაკარგვა დილიდან ისედაც დავკარგეთ, რომ პულზე ვიყავით დასასვლელი, შემდეგ წვიმას აპირებდა და სარეცხები დავრეცხე. მე საერთოდ ჯერ დილას ადრე დგები, დღეს თუ და გვიან მომიწია ადგომა 10:09-ს დავდექი. საერთოდ დგები ადრე, ჭამ, წერ ამას ყველაფერს და შემდეგ ვაკეთებ, როდესაც იწიწება სხვა საქმეს. მაგრამ რაღაც გულმა არ მიქნა და ცოტა მოვაწყე რამისაწყობი ერთის ოთახი, მაგრამ მაინც დავასველი ტილო მოусევი, ცოტა დამშვიდი, რადგან სიცოცხლე სჭირდება განახლება. ხო. და მე მაინც სხვა არაფერს გადავთარგმნი ახლა. სხვათა შორის ამას რომ დავამთავრებ, მაქვს თქვენთვის კიდევ ახალი ინფორმაცია, 14 საათის ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა ისმაილ პერესმა. დიახ, ეს ბოლო ინფორმაციასთან დაკავშირებით რას ხდება სოფლიოში და მე ძალიან მინდა აი რატომ და აქ ახლა ამ არხზე სხვა არხებზეც რომელიც ეხება კოსმოს გალაქტიკებს და იმას და რომელიც ეხება ჩვენი დედამიწის მომავალს ტელევიზორში თქვენ არავის სიმართლეს არ გეტყოთ. ნახოთ მეტი ტყუილია რასაც ტელევიზორში ამბობენ. და იმ პარტიების ბრძოლა რომელიც ხდება თუნდაც ახლა საქართველოში ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ხო. მატერიალური სკამის გულისა მიდის ყოველ არჩევნების დროს ბრძოლა. სკამის გულისა, რომ ისეთი ადგილი დაიკავო, საიდანაც მართვა ადვილია, საიდანაც ადამიანის ამორჩილება ადვილია. მე ტელევიზორი არა მაქვს და არც მინდა, არც უყურებდი რომ მქონდა. მამასთან ვცხოვრობდი, მე დავიღალი ისინი ერთ საიჩემებდნენ, მამაჩემი და ჩემი დედენათვალ. და სულ 1000 ჯერ ერთ-იგივე ინფორმაციას მოусმენდნენ. თითქოს რაღაცა შეიცვლებოდა ცხოვრებაში. მე ტელევიზორის ყურების უფლება არ მქონდა, სანამ ისინი არ დაჭრობოდნენ. ვინ რეკლამის დროს ამ საინფორმაციო პროგრამებს შორის ხომ იყო თუ არ უყურებდნენ? არა, არაფრით არ გადაგასხმებიებდნენ. აი ელემენტარული მაგალითი მონობისა. ელემენტარული მაგალითი იმისა, რომ მხოლოდ თავისი აზრი აინტერესებს ადამიანს. ფეხზე კიდია თქვენ რა აზრის ახად. ბუდიშამ სიტყვაზე. არიან ოჯახისტებები, რომლებსაც ფეხზე კიდია თუ რა უნდა სხვა ოჯახის წევრს, მას ეს უნდა და ასე უნდა იყოს. აი, ბევრჯერ მithქვამს, საზოგადოება კი არა, მთავარი არის ოჯახი. თუ ოჯახში არ არის ჯამთელი აზროვნება, ჯამთელი განვითარება სულიერისა, ცნობიერებისა, გონებისა, საზოგადოება ვერ იქნება ჯამთელი. ამიტომ ადრე წინა საუკუნეებში ძალიან დიდი როლი სანამ ყველაფერი გადატრიალდებოდა, ძალიან დიდ როლს ანიჭებდნენ განათლებას. გაუნათლებელ ქალს არავინ ცოლად არ მოიყვანდა. რადგან ადრე ატლანტების დროს მაგალითად შვილებს ზრდიდნენ დედები. სად იყო მაშინ ბაღები? არ იყო ბაღები, კი სკოლები იყო. აბარები იყვნენ, უმაღლესებიც იყო. მაგრამ სკოლებში დადიოდა შუა და დაბალი კლასი შვილები. უფრო მაღალი კლასის შვილებს სახლში ამეცადინებდა დედა. მამა არა. მამას უნდა ემუშავა და მატერიალური უზრუნყოფა უნდა შეიქმნა ოჯახისთვის. დედა უნდა ყოფილიყო განათლებული ყველა მხრივ, ყველა საქმეში.
დედა ასწავლიდა შვილებს ყველაფერს. თუ შვილი ვერ ჩაბარდა, ეს იყო დედის ბრალი. ამიტომ ამბობ, რა უნდა ასწავლოს დედებმა დღეს? ავიღოთ სოფლის დედებმა. ბევრი ხომ სკოლასაც არ ამთავრებს ეს ეთხოვდება. ან არ უნდათ კი წიგნი, მხატვრული წიგნი არ უნახიათ საწყებს. სად არის ბიბლიოთეკები განვითარებული დღეს სოფლებში? არა, მე არ მინდა არავინ გამოამცხო, მაგრამ ინტერნეტიც კი არა დღევანდელ დღეში, ინტერნეტიც კი არ აქვს სოფლებში. ბიბლიოთეკაზე საერთოდ მეტია ლაპარაკი, რომ ის აუდიო წიგნი მოუსმინოს სამუშაოს გაკეთების პერიოდში ადამიანმა. მე მაგალითად, როდესაც გამიჭარბა ტამტამი ჩამევარდა უკაცრავად. ახლა არ მალაპარაკებე. მე მინდა დავამატო, რომ თუ იკრიბებიან ახალგაზრდები სოფელში, შორეულ სოფლებში, იკრიბებიან ან ყავის ლევათ ან რაღაც ასწავლებდნენ, რომ ნამცხარი ჭამონ, მეზობელთან საჭველი ჭამონ, მიულოცონ, თორე რა არის დღესასწაულის მნიშვნელობა? არიციან, ბევრმა არ იცის ნამდვილი დღესასწაულების ნამდვილი მნიშვნელობა. ვინ არის გიორგი? წმინდა გიორგს რომ უწოდებ ჩვენ, ვინ არის ის გველი, რომელსაც ის შუბით ამარცხებს? სინამდვილეში ხო ეს ეკლესიური წმინდანი არ არის? არ არის, ეს არის სლავენელი წმინდანი, წმინდანიც არა, სლავენელი პიროვნება, რომელმაც დაამარცხა ჩინელი გველი. რაღაც ერთი პერიოდი იყო ჩხუბი, ომი სლავენები და ჩინელებს შორის. სლავენებმა ჩინელები დაამარცხა და ის ჩინური კედლის ააშენა სლავენებმა და არა ჩინელებმა. შემდეგ მოგვიანებით უკვე ზევი დაამატა ჩინელებმა აგურის კედელი, თორე ფუძე კედლის არის აშენებული სლავენების მიმართ. პასექი ქრისტეს აღდგომა შეუერთეს პასექს. სადაც პასექი არის თვარე ლელასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომ ხალხს სწომებოდათ რა მოხდა, რა კატასტროფა მოხდა ლელას ჩამოგდებით. ლელას ჰქონდა კვერცხის ფორმა. იყო, ალბათ გაგიგონიათ, რომ დედამიწას ჰყავდა 3 თვარე. ყველაზე პატარა იყო ლელა, საშუალო იყო ფატა, დიდია ახლანდელი მთვარე. ორივე ჩამოაგდეს, რადგან ორივე მთვარეზე მათ, ვინც დაიპყრო დედამიწა, უნდათ პოლიგონი შექმნა და იქიდან ემართა დედამიწით, მაგრამ შეგნებულად დაამტვრიეს ორივე ფატა. მე ვეძებ ინფორმაციას თუ ფატა როგორ ჩამოვარდა და როგორ მოხდა ეს კატასტროფა, მაგრამ მე ჯერჯერობით დავდე ვიდეო მხოლოდ მთვარე ლელასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ მე ვაგრძელებ ძებნას ამ ინფორმაციისა. ხო, ისმაილ პრესი გადავიდა შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე და ერთ-ერთი შეკითხვა იყო ასეთი, თუ როგორ გამოიყურებიან ანდრომედიანელები გამოიყურებიან, რომ პასუხობს ისმაილი როგორც ადამიანები, მაგრამ არიანო მაღლები. მაგრამ უმრავლესობა ანდრომედიანელებისაგან არ გავლარიან ადამიანებს. ისინი უფრო სხვანაირად გამოიყურებიან ვიდრე ადამიანები. სინამდვილეში არსებობენ ანდრომედიანელების სხვადასხვა კატეგორია. ზოგი მათგანი სინამდვილეში წარმოადგენენ არქანგელოზებს. ბიბლიაში ხომ ახსენები არქანგელოზები, ხომ? გაიგონიათ ალბათ. ზოგ ანდრომედიანელებს აქვს ძალიან ბევრი სახე და ბევრი ფრთები. რასაკვირველია, ზოგი მათგანი გავს ადამიანებს, მაგრამ უფრო ისინი არიან უფრო ჰუმანოიდები. ზოგ მათგანს აქვთ ლურჯი ფერის კანი, ზოგიერთს კი აქვთ კანის სხვადასხვა შეფერილობა. არის ასეთი შეკითხვა, ალიანსი როგორ ეხმარება ქიმიოტრასებთან დაკავშირებით. ვინც არის ქიმიოტრასები? ეს არის, როდესაც ზევიდან გვაყრიან ქიმიურ ნივთიერების ნანო ნაწილაკებთან ერთად.
არანაირი კავშირი არ აქვთო. ჯონ კენედი უმცროსიო, რომელიც არისო ალიანსის წევრიო, მუშაობსო იმაზე, რომ შეწყვიტონო ქიმიოტრასები დედამიწის საზზე. და ტრამპმა მოაწერაო ხელშეკრულებას ხელი, რომელიც გძალასო ქიმიოტრასების გამოყენებას. ხო, ასეთი შეკითხვა არიცითო, რას ნიშნავსო 666. ისრაელი პასუხობს, რომ ნომერი 666, რომელსაც თითქოს აქვს ურთიერთობა ანტიქრისტესთან, სინამდვილეშიო, დაკავშირებულიაო დნმ-ის მოლეკულარულ უგლიროდნე ნახშირ წყალბადის სტრუქტურასთან. ხო, ახლა სულად ვიტყვი. ესე იგი, ციფრი 666 ყოფილა დაკავშირებული მოლეკულარულ ნახშირ ბადის სტრუქტურასთან, დნმ-ის სტრუქტურასთან. კარგით, მოდით მე ამაზე დავამთავრებ ვიდეოს. და გადავალ ახალ ვიდეოზე ამას რომ აკეთებ. როგორც მოგითხარით, პერეზის ახალ ვიდეოსთან, რომელიც აწუთულია უკვე 14 საათი. იქაც ძალიან საინტერესო ამბები ხდება. მე ვთვლი, რომ ეს ინფორმაცია მთელ დედამიწას ეხება. აი, რომ უსმენთ, თქვენ გადაწყვეტეთ საინტერესო იყო თუ არა. დროებით.